შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული აბულაძეების 5-სულიანი ოჯახი მოინახულა და წინა საახალწლოდ ბავშვებს სათამაშოებით კვირეული და საკვები პროდუქტები ჩაუტანა. რუსიშვილი აბულაძეების ოჯახში მოადგილესთან და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მივიდა. დიდი მადლობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ ბავშვების გახარებისთვის, ამ საჩუქარისთვის, საახალწლო ძღვენისთვის, უღრმესი მადლობა მათ და კიდევ სულ ყველას, ვინც აი ამ ბავშვებს გვერდში უდგას და თანადგომას იჩენს ამ აბულაძეების ოჯახს გუბერნატორმა თავის ინიციატივით, თავის თანამშრომლებთან ერთად გამოხატა სურვილი, რომ დახმარებოდა კონკრეტულ ოჯახს, აბულაძეების 5-სულიან ოჯახს, რომელსაც სოციალურად გაჭირვებულები არიან და დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მოხდა ეს აქცია. რუსიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსაც ესტუმრა და მარღიშვილების მრავალსულიანი ოჯახი მოინახულა. მხარის გუბერნატორმა მათ ახალი წელი მიულოცა და წინა საახალწლო ამანათები გადასცა. მარღიშვილების ოჯახი გუბერნატორთან ერთად პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ზურაბიშვილმაც მოინახულა. საქველმოქმედო აქციაში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ბატონმა ზურამ და ასევე პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოვინახულეთ მრავალშვილიანი ოჯახები. ეს აქცია ჩატარდა მთლიანად შიდა ქართლში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამ წუთას ვიმყოფებით სოფელ მეჯვრისხევში, მოვინახულეთ მრავალშვილიანი ოჯახი, მარღიშვილების ოჯახი. ოჯახში არის 6 მცირეწლოვანი შვილი. ბატონმა ზურაბ რუსიშვილმა გადასცამა წინა საახალწლო საჩუქრები, მიულოცა ახალი წელი ბავშვებს ტკბილეულით და საჩუქრებით, სათამაშოებით და იმედია, რომ ეს ოჯახები იგრძნობენ ჩვენ ყურადღებას და მორალურ მხარდაჭერას და ცოტა უფრო ხალისიან ახალწელს დაიყენებენ. უფრო ხალისიანი 2016 წელი ექნებათ. მადლობას ვუხდით გორის გუბერნატორს საჩუქრებისთვის. მყავს 6 შვილი. მოგვიტანა ბავშვის სათამაშოები, ტკბილეული. მადლობთ.